გამარჯობა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა, რომელიც ყოველ კვირას გადის საღამოს 8 საათზე. სტუმრად მაკაბრეგაძესთან მე შეგახსენებთ, როგორც ყოველთვის ჩვენი ტელევიზიის შესახებ, თუ როგორ უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილხნეცელ ნომრით 259, ვართ მაი ვიდეოზე, რა თქმა უნდა გვაქვს Facebook გვერდი. ასევე YouTube-ზე იტვირთება ჩვენი საავტორო გადაცემები და რა თქმა უნდა ახალ ქსელებზეც ვართ ნომრით 292, ვართ 24 საათიან მაუწყებლობით და რა თქმა უნდა ვართ სატელიტური მაუწყებლობით, სადაც ყველა ქვეყანასა და ქალაქში გვიყურებენ. მოკლედ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი გახლავთ ძალიან საინტერესო პიროვნება და ესე ვთქვათ აქტიური პიროვნება, რომელიც ყოველთვის ჩართულია, ესე ვთქვათ, სამართლიანად ბრძოლით, ესე აღნიშნავდი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში და ძალიან ბევრ ადამიანს დახმარებია თავისი, რა თქმა უნდა, შრომით და ესე ვთქვათ, მეგობრულად თუ იურიდიულად, იმიტომ რომ მას აქვს გამოცდილება, ყავს ძალიან კარგი გუნდი და რა თქმა უნდა, ეს ადამიანი არის გიორგი ლილუაშვილი. წარვადგენ ბატონ გიორგის პარტია საქართველოს თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით, მადლობა რომ მოგზავნით ჩემთან გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თბილისობა უწევს ამ დღეებში, გილოცავთ თბილისობას. მე თბილისის მერობის კანდიდატი ვარ და შესაბამისად ეს დღესასწაული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ჩვენი თბილისელებისათვის და ვისურვებდი რომ ეს თბილისობა ყოფილიყოს თბილისისთვის სიკეთის მომტანი და იმ სრულების ასრულების დღესასწაული ყოფილიყოს, რასაც თითოეული თბილისელი ელოდება. მე მინდა საზოგადოებას ასწევები და ერთი სასიხარულო თუ საინტერესო საკითხი წარუდგინო, ეს გახლავთ ჩვენი დავა, რომელიც სტრასბურგში ევროპის სასამართლოში მიმდინარეობს და ეს ეხება პრეზიდენტურ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ყაველაშვილთან დაკავშირებულ არჩევნებს. ჩვენ ვიტყობთ იმ არჩევნების გაუქმებას და ევროპის სასამართლო წარმოებაში მიიღო ეს საქმე და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აპროტესტებენ წინა არჩევნებს, მინდა ვახარო ეს სასიხარულო ამბავი, რომ ევროპაში დაიწყეს ამ საკითხის განხილვა. მე ულოცავ ახალგაზრდობას, რომელიც აქტიურად იბრძვის სამართლიანობისათვის. მე მინდა გაჩვენოთ ისევ და ისევ კარგად აი ეს ევროპის სასამართლოს მიერ მოწერილი წერილი, რომ წარმოებაშია მიღებული, ვიმედოვნებთ, რომ დაჩქარებული წესით განიხილავენ და იმედია მოესწრება ამ ოქტომბრის არჩევნებამდე ამ საკითხის განხილვა. მე ასევე დავაგზავნე აღნიშნული შეტყობინება ჩვენთან არსებულ საელჩოებში, ევროპის ქვეყნების საელჩოებში, ასევე ამერიკის საელჩოებში და ვთხოვეთ დახმარება იმისათვის, რომ რეკომენდაცია გაგვიწიონ იმისათვის, რომ დაჩქარებული იქნეს აღნიშნული საკითხი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისათვის. მანამდე კი ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო მარათონს და თბილისელებს, რა თქმა უნდა, წარუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. პარტიული სიით წარდგენილია დედაქალაქში თბილისში ვართ წარმოდგენილები, ქუთაისში, მერობის კანდიდატები გვყავს თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში და ზუგდიდში. ასევე მაჟორიტარი კანდიდატები თბილისში ფაქტურად ყველგან არის ჩვენთან დაკომპლექტებული, თბილისის 25-ვე მაჟორიტარული ოლქი გვაქვს ათვისებული და შესაბამისად ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენს დედაქალაქში და მამაქალაქშიც ასევე რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ. კარგით, მე რატომ ჩაგიჭერით ახლა უკაცრავად, მაგრამ მაინც მინდა, ვინც არ იცის ან ვინც არ არის სრულად ინფორმირებული პარტია საქართველოს შესახებ, მაინც მინდა მოკლე მონახაზი გააკეთო მაყურებლისათვის, თუ როდის დაარსდა და რა საქმიანობას ეწევით. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს 2016 წელს
შეიქმნა, ჩამოყალიბდა ეროვნული აკადემიის ეგიდით, ძირითადად დაკომპლექტებული არის ეროვნული აკადემიის წევრებით, პროფესორებით, მეცნიერებით, პედაგოგებით, იურისტებით, ექიმებითა და ჩვენი საზოგადოების ინტელიგენციის წარმომადგენლობით, ასევე სხვადასხვა პროფესიის წევრები ყავს, მათ შორის მშენებლები არიან ძალიან ბევრი, ინჟინრები, გამომგონებლები და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფაქტობრივად ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობით საპარლამენტო, თვითმმართველობის, საპრეზიდენტო და ასე შემდეგ. თუმცა სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ წინა ხელისუფლების გადმონაშთი არის კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების სტატუსი, რაც ჩვენთვის ნამდვილად შეურაცხყოფელი არის იმის გამო, რომ დაჩაგრულად გრძნობთ თავს იმასთან მიმართებაში, რომ გარკვეული შეზღუდვები გვაქვს ჩვენი პროგრამები წარუდგინოთ საზოგადოებას. არ ვართ ასე რომ ვთქვათ, ეთერით გათამამებული, ფაქტურად თქვენმა ტელევიზიამ გაგვაშუქა ჯერჯერობით და მეტი ტელევიზიები ჯერჯერობით არ გვაშუქებენ, თუმცა გვირდება საზოგადოებრივი არხი, რომ გააშუქებს ჩვენს მოღვაწეობას, მაგრამ ჯერჯერობით ასე ვართ. რაც შეეხება ამ მარათონში ჩართულობას, ჩვენ მე მგონი ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრებით გააქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული დარღვევები არსებობს უკვე, თუნდაც ის, რომ უკანონოდ არიან რამოდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია დარეგისტრირებული, საზოგადოებამ როიცოდეს 17 პარტიამ განაცხადა არჩევნებში მონაწილეობა, ამ შემთხვევაში სამს უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ყრილობა არ ქონდათ ჩატარებული და თანამდებობის პირები არ ყავდათ არჩეულები, თუმცა იგივე პრობლემა აქვს კიდე სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ჩვეულებრივად დაარეგისტრირეს, მათ შორის ერთ-ერთი არის კვალიფიციური პარტია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მე დავასახელებ, არ მოვერიდები ამ პარტიებს, ერთი გახლავთ გირჩი, იაგო ხუჩია ამ პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ერთ-ერთი პოლიტიკური ანუ გირს 2018 წლიდან ყრილობა არ აქვს ჩატარებული და კანონი ამას პირდაპირ არეგულირებს, რომ ყოველ 4 წელიწადში უნდა იყოს ყრილობები ჩატარებული. ასევე ერთ-ერთი პარტია გახდათ ქართველ ნაციონალისტთა ერთობა, რომელიც 1998 წლიდან არის ყრილობა ჩატარებული და დაარეგისტრირა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თუმცა ახლახანს შევიტყვეთ, რომ ეს პარტია მოხსნეს იმ მოტივით, რომ კანდიდატებიც ვერ დააყენა არჩევნებისთვის. მესამე გახლავთ ბატონი კახა კუკავას პოლიტიკური ორგანიზაცია, მასაც ყრილობა არ აქვს ჩატარებული 2018 წლის შემდეგ. ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრები შევიტანეთ, დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, უწყებათა შორის კომისიაზე დავაყენეთ ეს საკითხები, თუმცა ჯერჯერობით რეაგირების გარეშე არის. ასევე ჩვენ დავაყენეთ საკითხი მოქმედი მერი მონაწილეობს არჩევნებში კახაკალაძე, დღესაც მოქმედი მერი არის და შესაბამისად სახელმწიფო რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ვდაობთ, იმიტომ რომ კანონმდებლობაში მერს და პარლამენტის წევრს უფლება აქვს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო რესურსის გამოყენების უფლება არ აქვს და შესაბამისად ბატონი კახაკალაძე და ასევე ზუგდიდის მერობის კანდიდატი არის თუ არ ვცდები პარლამენტის წევრი გახლავთ, სახელმწიფო რესურსს იყენებენ. ახლახანს კიდე ქუთაისში მოხდა ფაქტი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩავიდა ბიკეტიას ქაბაბის დასაგემოვნებლად და იქ ქართული ოცნების მერობის კანდიდატს რეკლამირებას უკეთებდა. ამიტომ ეს საკითხები ჩვენ დავაყენეთ ის წესრიგში და საკმაოდ ფაქტიურად რეაგირება არ ხდება ამ მიმართულებით. ასევე პრობლემები შეგვიქმნეს რეგისტრაციებთან დაკავშირებით. ჩვენი ორი კანდიდატი, რომელიც უნდა დაგვერეგისტრირებია, საერთოდ საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა და დღემდე საარჩევნო სიაში არ შეყავთ, არ ვიცი
რა პრინციპი აქვს და მიზეზი დაასახელეს. მიზეზი დაასახელეს, რომ ერთ შემთხვევაში ვადა ქონდა გასული პირადობის მოწმობას, მეორე შემთხვევაში პირადობის მოწმობა ვადიანი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გითხრათ, რომ ახალი აღებული აქვს და ამიტომ სიაში ვერ მოხდა, თუმცა მე საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ პირადობის მოწმობის ვადის გასვლა არ არის საფუძველი იმის, რომ ამ მრჩეველთა სიიდან ამოიღო ადამიანი, ეს კონსტიტუციის უხეში დარღვევა არის. და მე ხაზი მინდა გაუსვა ასევე სადამკვირვებლო ჯგუფებს საქართველოში არსებულს, რომლებიც არიან, არც მათ არ აქვთ არც ერთი საჩივარი დაწერილი სამწუხარო ეს არის და ზოგიერთმა რომლებიც ჩვენ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და საქართველოში სახელმწიფომ გასა გარკვეული გრანტები ამ ორგანიზაციებზე რომ დააკვირდნენ, ისიც განგვიცხადეს, რომ საერთოდ ჩვენ პარტიას საერთოდ არ იცნობენ და შესაბამისად ასეთი დამკვირვებლები რო იქნება სადამკვირვებლო არმიაში ხო წარმოგიდგენიათ როგორი არჩევნები ჩატარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აი ამ საქმის ევროსასამართლოში დროზე დასრულება და შესაბამისად ჩვენი გამარჯვებისთვის ასე რომ ვთქვათ, საწინდარი იქნება. ახლა რაც შეეხება მე მინდა პროგრამასთან დაკავშირებით გასპირდები მოსახლეობას და რა ჩვენი პროგრამა რითი განსხვავდება? ჩვენი პროგრამა დამუშავებული არის წლების მანძილზე მუშავდებოდა ეროვნული აკადემიის გარემოცვაში ეროვნული აკადემიის მეცნიერები ამუშავებდნენ და ძირითადი მნიშვნელოვანი საკითხები რაც არის და პარტიის ანუ მთელი სახელმწიფოს მიმართულებით რა ღონისძიებების უნდა გატარდეს არა მარტო თბილისის. აქ არის პირველ რიგში რა თქმა უნდა სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა უნდა მოხდეს და სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა და ასევე აუცილებელი არის და უმნიშვნელოვანესი საკითხი არის სახელმწიფო ბანკის შექმნა. ეს არის ქვაკუთხედი და საფუძველი იმის, რომ ქვეყანა განვითარდეს. არ იფიქროთ, რომ სახელმწიფო ბანკი ახლა ჩვენი აკვიატება არის. სახელმწიფო ბანკი არის გერმანიაში, საფრანგეთში, ჩინეთში და ასე შემდეგ. ყველა განვითარებული სახელმწიფო, რომელიც ფეხზე დგას, იქ არსებობს სახელმწიფო ბანკი, რომელიც არეგულირებს კერძო ბანკებს და აკონტროლებს ფაქტურად მათ მოქმედებას. თქვენ იტყვით, რომ ეროვნული ბანკი ხო არისო? ეროვნული ბანკი არ არის და საზოგადოებას ამით შეცდომაში შეყავთ. და ფაქტურად სრული დამოუკიდებლობა აქვს კერძო ბანკებს, რასაც უნდათ იმას აკეთებენ, იმიტომ არის ასეთი მდგომარეობა, საშინელი მდგომარეობა არის, ელემენტარულად გეტყვით, მერიაში საბუთი რომ გამოვითხოვეთ და 50 თეთრი და ამ 50 თეთრის გადასახდელად იქვე TBC ბანკში რომ მივედი 5 ლარის გადახდას მთხოვდნენ, იმიტომ რომ მოსაკრებელი ქონია თუნდაც ბანკს ძალიან დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა და ეს ახლა იუსტიციის სამინისტროში თუ სახში თუ იმეს ქონია საქმე თითოეული დოკუმენტის გამოთხოვაზე ამ ბანკთან ურთიერთობაში უზარმაზარ ბაჟს ახდევინებენ და საკმაოდ სერიოზული თანხები არის. ჩვენ ასევე ბანკი გიორგი რას მოიცავს მაინც ფუნქციურად რომ მაყურებელმა უფრო კარგად გაიგოს. სრულუფლებიანი ბანკი იქნება შესაბამისად ბანკს შეიძლება ყველა ის ფუნქცია შეასრულოს რა ფუნქციასაც ასრულებს და დამატებით ის იქნება მაკონტროლებელი ბანკი რომელიც გააკონტროლებს კერძო ბანკებს. თუნდაც დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა, ინვესტიციების ჩადება სახელმწიფოს განვითარებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ ბანკის თითოეული აქციონერი იქნება თითოეული ჩვენგანი. ანუ ხალხისთვის ბანკი იქნება ხალხისთვის, რომელიც სახელმწიფო ბანკი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო არის ხალხის. ასევე სახელმწიფო დივიდენდების ფონდი შეიქმნება, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ. დივიდენდების ფონდი ეს ახალი რამე არ არის. მსოფლიოში არსებობს მსგავსი ფონდები, მაგალითად ალიასკას ფონდი არის, სადაც ნავთობით შემოსული მოგება თავიდან ბოლომდე ხალხზე გაიცემა და პირდაპირ გაცემა ხდება, ასევე კუვეიტში არის, შორს რო არ წავიდეთ, აზერბაიჯანში არის, უბრალოდ მორგებულია ამ სხვადასხვა სახელმწიფოებს იმის დამიხედვით, რა პრივილეგიები
რა პრივილეგიებიც უნდათ რომ იყვეს ამ შემთხვევაში ძირითადად სოციალურ საკითხებს მოხმარდება ეს ფონდი და თითოეული ქართველი იქნება ამ ფონდის განკარგველი, ანუ მეწილე ვიქნებით ჩვენ ამ ფონდის და შესაბამისად თითოეული ქართველი ამიქვავს რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი და ასე შემდეგ. ჩვენ ასევე პირდაპირ ვემიჯნებით იმას რომ მიწა უნდა გაიყიდოს. მიწა არ უნდა გაიყიდოს არც უცხოელზე, არც შიგნით არ უნდა გაიყიდოს ჩვენს მოქალაქეებზე. მიწა არის ქართველი ერის საკუთრება. და ამის მაგალითი არის რომ საფრანგეთში, გერმანიაში მიწა არ იყიდება. ის შეიძლება მოქალაქეს ჰქონდეს ჩვეულებრივად მოიხმარდეს მიწას, თესავდეს, ცხოვრობდეს ყველაფერი, მაგრამ ის მის საკუთრებაში არ არის, ის არის საერთო საკუთრებაში, ხალხის საკუთრებაში, ერს ეკუთვნის, გერმანიაში გერმანელ ერს ეკუთვნის, საქართველოში ქართველ ერს უნდა ეკუთვნოდეს ეს მიწა და არაბებს და სხვადასხვა არ უნდა გაიყიდოს. მე მაგალითს გეტყვით აგერ ლევილში ჩვენი ასე რომ ვთქვათ ტერიტორია რომელიც ქართველებს გვეკუთვნის ასე რომ ვთქვათ ის არის დროებით გადმოცემული 99 წლით რამოდენიმე წლის უკან ეს 99 წელი ამოიწურა და თავიდან გამოსყიდავდა და თანხის გადახდა მოგვიწია მაშინ ბიზინა ივანიშვილმა გადაიხადა მე როგორც მახსოვს ეს თანხა და გამოისყიდა ისე ანუ მიწის გაყიდვა საერთოდ არ შეიძლება იმას მიყიდი ამას მოყიდე ეს არის დაუშვებელი ეს არის ქართული ხალხის საკუთრება და ეს უნდა რჩებოდეს ქართული ხალხის საკუთრებად. ასევე პენსიონერებთან დაკავშირებით ჩვენ დავიანგარიშეთ რეალური საარსებო მინიმუმი დღეს ახლა 200 ლარია რაღაც საარსებო მინიმუმს ამას იძახიან რაც სრული აბსურდი არის რეალური საარსებო მინიმუმი არის 1600 ლარი აი ამ მომენტისათვის და მინიმალური პენსია, მინიმალური ხელფასი უნდა ამოდიოდეს აი ამ რეალობიდან და 1600 ლარი უნდა იყოს. ახლა თქვენ იტყვით რომ საიდან შეიძლება ეს როგორ შეიძლება. მე გეტყვით პირდაპირ ჩვენთან არსებულ დაგროვებითი პენსიის ასე რომ ვთქვათ ინსტიტუტი შემოიღეს და დააგროვეს ეს პენსიები ამ ჩვენს მოსახლეობას ააცალეს ეს ფული და იმის 6 მილიარდზე მეტი არის და იმის მაგივრად რომ ეს თანხა ქვეყნის ეკონომიკაში მომხდარიყო და ქვეყნის ეკონომიკას მოხმარებოდა უცხო ქვეყნის ეკონომიკებში გადაისროლეს და შესაბამისად აქციონერები გახადეს A+ და სხვა ქვეყნების კომპანიების და ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ მე კაცო სხვაგან ვეძებ რომ იქნება ვიღაცამ ინვესტიცია მოახდინოს აქ და შენ აგეთ დაგროვებული ფული ადექი და სხვაგან გადაისროლე. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. არანაირი დაგროვება არ ჭირდება, ის თანხა პირდაპირ უნდა გაიცეს პენსიონერებზე და პენსია უნდა გახდეს 1600 ლარი მინიმალური, ამას უნდა დაემატოს ნამსახურების და დამსახურების წლები, სადაც 2000 ლარამდე იმის დამიხედვით ვინ როგორ იმსახურა და როგორ დაიმსახურა ეს პენსია. ამას ვპირდებით და ამას არ ჭირდება 10 წელი და 30 წელი და 10 ლარს და 20 ლარს უმატებენ ამ პენსიონერს. ეს სამარცხვინო და დაცინვა არის უბრალოდ ადამიანი. ეს შეიძლება მომენტალურად გაკეთდეს, იმიტომ რომ ჯერ დაგროვებითი არის და პირდაპირ მოხდება ხო ხელფასიდან ეკვითებათ ეს დაგროვებით საპენსიონერში. ამას ქვია შვილმა უნდა არჩინოს მშობელი. თუ მშობელი თავის დროზე არჩენს შვილს და უვლის, ეს ვალი არის გასასტუმრებელი შვილის მიერ და შვილმა უნდა გადაუხადოს თავის მშობელს პენსია და მე მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ხელფასიდან მოხდება ჩემ მშობელზე აი ეს საპენსიო ფონდის პენსიის გადახდა. ანუ პირდაპირ ჩამოშვა მოხდება და პირდაპირ მივა ვიცი რომ მამაჩემს მოხმარდება ეს და მეორე საკითხი არა ეს უნდა დავასრულოთ ეს პენსია არ წავა საზღვარგარეთ და პენსიონერი არ წავა ამერიკაში პურის აყიდად
ეს თანხა 1600 ლარი და შეწყვეტილობითი უნარი 800.000 კაცს რო გაეზრდება, ეს შიდა ეკონომიკაში დატრიალდება და შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება და ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს და არა იმას, როგორც ზოგიერთი ეკონომისტი იმას იძახის, რომ ამიტომ ინფლაცია კი არ მოხდება, გაკონტროლება ჭირდება, შიდა პროდუქციის გაზრდა ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მუშაობ ჩვენ, ასევე უნიშნელოვანესი საკითხი არის დედაქალაქში. ახლა კარგი არის ტროლეიბუსები, ეს ყველაფერი, მაგრამ სავალალო და საგანგაშო მდგომარეობა არის საკანალიზაციო სისტემაში. საკანალიზაციო და წყალმომარაგების. ეს არის უბედურება დღესდღეობით. ჩვენ შეიძლება საერთო ეკონომიკურ პრობლემებიდან გამომდინარე არ ვაქცევთ ყურადღებას. მთელი თბილისი რო აყროლებული არის და სანიავრე წყლის გამტარიმოებში რო კანალიზაციის სუნი ამოდის, ეს იმას მოასწავებს, რომ იქ კანალიზაცია გაუშვეს. ანუ კორპუსები რო აშენდა იმის გამო, რომ კანალიზაციას ვერ დაუერთდა და ფაქტურად ზოგიერთი რაიონი არის, რომ საერთოდ კანალიზაცია არა, ორმოებია გაჭრილი. თბილისია საუბარი, მე არ ვსაუბრობ სოფელში. ორმოებია გაჭრილი და მშობელს ბავშვის გაშვება ეშინია, იმიტომ რომ ბოდიში და განავლის ორმოში არ ჩავარდეს. ეს არის მოსაგვარებელი. ეს სადღაც ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს 600 მილიონამდე ჯდება მთელი სისტემის შესვლა და ქალაქი თუ გვინდა რომ განვითარდეს და ფეხზე დადგეს, როგორც ინგლისი განვითარდა, როგორც პარიზი განვითარდა. ეს სისტემები მოაგვარეს და იმის შემდეგ აყვავდა ეს ქალაქები და აშენდა. ეს არის მოსაგვარებელი პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ რამე უბედურება არის და რაღაც საშინელება გვემუქრება, შეიძლება აქედან წარმოიშვას და ახალი კორპუსები რო აშენდა, აქედან გამომდინარე ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ თბილისელებს ჩვენ პირდებით, რომ ეს საკითხები მოგვარდება სასტრაფო წესით, ასევე წყლის მომარაგება, იმიტომ რომ თბილისში არის რაიონები, სადაც განრიგით მიეწოდება წყალი და ეს არ შეიძლება. წყალს აქვს მთელი საქართველო და წყლის პრობლემა, როგორ უნდა ვქონდეს, უდაბნოში არ აქვს წყლის პრობლემა. სასაცილოა, საყირალი რო არ იყოს ელემენტარულად. ამიტომ მნიშვნელოვანი sakითხები არის ზუსტად ის საკითხები, რომელიც ბიუჯეტი როგორ აიტანს ამ ყველაფერს. მე გეტყვით, როგორც აიტანს. არ უნდა დაანგარიშებული. კი, დღეს თბილისის ბიუჯეტი არის 2 მილიარდი 400.000 და ელემენტარულად თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ რა პროცესებიც მიმდინარეობს ახლა იმას 600 მილიონს ედავებიან კალადეს 2 მილიარდს ედავებიან იმას შვებიან ნუ ელემენტარულად ეს ფული არ მოეპარათ ამათ და მოხმარებოდა ქალაქს და ავშენდებოდით და იქნებოდა ეს ყველა პროექტი განხორციელებული მაგრამ ამათ ესე ყველაფერი გააქანეს ჯიბეში გამწვანებასთან დაკავშირებით ელემენტარული საკითხი არის გამწვანებაშიც კი ფული გააკეთეს კაცო ოლიანდრები შემოიტანეს მომწამლავი მცენარეები ისიც თურქეთში იყიდეს თურქეთიდან შემოიტანეს აქ ტოტი რო ჩააჭო ნებისმიერ ადგილზე მაგ მცენარეს ამოდის მაგრამ კიდევ მეორე მომწამლელი არის და სკოლებთან მაგის დარგვა პარკებში მაგის დარგვა ეს არის დაუშვებელი და ამათო პირიქით ცდილობენ რომ ჩვენი თბილისის მოსახლეობა დაავადებული იყოს და არაფერი არ მოხდეს შეიძლება არ იცოდნენ როგორ არ იცოდნენ გაწუდი ბოტანიკოსები არ ყავთ ბიოლოგები არ ყავთ ეს შემოაქვს ეს არის საშინელება ჩვენ ასევე ქალბატონი მაგარი ვიცი რომ ძალიან ცოტა დრო არის მაგრამ მე კიდე უნდა ვთქვა უნიშნელოვან იმას არის უნიშნელოვანი ფიქრობ რომ კი მაგას აუცილებლად ვიტყვი ახლა უნდა ვთქვა აუცილებლად კიდევ ერთი საკითხი აი პენსიონერებს უფრო ემახსოვრებათ ცეკავშირის არსებობა დღეს იქ დაანგრიეს და ბიზნა მააშენა რაღაც სასტუმრო რომელშიც ქართველი ვერ შევა და შიგ ვერაფერს ვერ მომსახურებას ვერ მიიღებს იმიტომ რომ მოგეხსენებათ ქართველები როგორი გაჭირვებულები ვართ ამ ქვეყანაში საქართველოში ქართველი რო იქნება გაჭირვებული სამარცხვინო არის მე მინდა გითხრათ რომ თბილისის მერია გააფორმებს ხელშეკრულებებს რაიონებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებით. შეიქმნება თბილისში ჩვენ დაანგარიშებული გვაქვს სადღაც 170 მაღაზია იქნება
და ამ მაღაზიებში გაიყიდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფერმერები ვერ ყიდიან თბილისში, ვერ შემოაქვთ პროდუქცია და კახელებს აგერ ატამი ულპებოდათ, საზამთრო ვერ შემოიტანეს და თბილისელები ნატრულობდნენ ატამს და საზამთროს და ნერვს და ხილს და ამ დროს რაიონებში უფუჭდებოდათ მათი მოყვანილი პროდუქცია. ქართული ხორბალი ვერ გაყიდეს და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა წარმოიდგინეთ 6 ლარი ღირდა ატამი. ეს არის სამარცხვინო ხალხო. ჩვენ პირდებით მოსახლეობას რომ ეს სისტემა შეიქმნება და რაიონების თავისთავად რაიონების განვითარებას მოხდება, ის გლეხი იქნება დაინტერესებული პროდუქცია მოიყვანოს და უკვე ყიდველი ეყოლება ამ შიდა ბაზარზე მას გასაღება აღარ პრობლემა არ შეექმნება. ის უკვე გასაღებული იქნება და წინასწარ იქნება განსაზღვრული რამდენი უნდა მოიყვანოს, სად უნდა მიიტანოს და როგორ უნდა მიიტანოს. ანუ თბილისის მოსახლეობისთვის ეს პროდუქციაც შედარებით გაიაფთება, აქ არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ანუ გადამყიდველები აღარ გვეყოლება. არა, გადამყიდველები არ იქნება და პირველი ხელი იქნება თავისთავად, იმიტომ რომ ბიჭო, ელემენტარულია კაცო, ამხელა ესა უნამუსობა. კახეთში ულპებოდათ ატამი ყრიდნენ, ეხვერწებოდნენ, ისე წაიღეთო და არ მოქონდათ, იმიტომ რომ ფასი არ დავარდნილიყო თბილისში და 5 და 6 ლარი ღირდა და ახლა ყურძენს რო შემოიტანე, აი თბილისობა არის რომ მოვდიოდი ვიკითხე რომ ჩირი იყიდებოდა და რა ღირსმეთი და ლეღვის ჩირი 1 კილო 15 ლარიო და რა ამბავია, ნოთო რას ამბობ ბაზარში 25 ლარი ღირსო. ნუ ახლა 25 ლარი ღირს თუ 100 ლარი ღირს პენსია რო 350 ლარი ექნება, კაც ხო ვერანაირად ვერ გაწუდება ამას და ხელფასებიც ახლა მინიმალური ხელფასი დღეს 20 ლარი არის, სამარცხვინოა ამასთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკოთ და ქალბატონმა და აი რა უნდა წამლებთან დაკავშირებით კიდე ქართული წარმოება ხო მოსპეს ამათმა საერთოდ და 70 ქართული ფარმაცევტული კომპანია გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს და ქართული წარმოება მოსპეს და უცხოეთიდან შემოვიდნენ იაფათო. უცხოეთიდან შემოვიდნენ 90%-ით პამიდორი ფასები მომატებული წამლებზე ეს. უფრო მეტიც აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენთან ნაწარმოები წამალი, რომელიც ჯერ ერთი ხარისხითაც გაცილებით მაღალი იყო, გაანადგურეს იმისათვის, რომ უცხოეთიდან შემოიტანონ. პარლამენტში ზიან ლობისტები, რომლებიც ლობირებენ ზუსტად აი ამ შემოტანილ პროდუქციას და მწარმოებელი არც ერთი არ ზის. მიუღებელი არის ჩვენთვის ასევე ფარმაცევტული კომპანიებს ეკუთვნოდეს სამკურნალო დაწესებულებები. ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი და დაუშვებელია, იმიტომ არის რამდენი ავადმყოფი და არც ერთ ავადმყოფოში პაციენტს არ არჩენენ, პირიქით ცდილობენ რა თუ დაუნახოს მით უმეტეს ფული აქვს ტვისას და ავისას. სანამ არ ამოწურავენ იმ სადაზღვო თანხებს მანამდე არ მოეშვებიან და ბოლომდე ცდილობენ რომ ეს თანხები ამოწურონ. ასევე ქალბატონმა მივედით ახლა იმ საკითხამდე რაც თქვენ ძალიან დაინტერესებს. ყველაზე ერთ-ერთი მთავარი ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად უნდა იყოს უფასო და ჩვენ ამას გავაკეთებთ. პირველს რასაც გავაკეთებ, იქნება უფასო ავტობუსიც, მარშრუტკაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. და გიორგი, ახლა ლოგიკური კითხვა, რომელიც მე გუშინ დავისვი, როგორ ახერხებ, როგორ აპირებთ აი ამის გაკეთებას? ჩვენ დავიანგარიშეთ აღნიშნული საკითხი და ხარჯები არის 2-ჯერ და 3-ჯერ გაზრდილი, რა თქმა უნდა, ამ ტრანსპორტთან დაკავშირებით და სადაც 240 მილიონამდე ჯდება წელიწადში. ჩვენ ეს დავიანგარიშეთ, რა შეიძლებოდა ამასთან დაკავშირებით გაკეთებულიყო და სისტემა, რომელიც ჩვენ ავტობუსში გადახდის საშუალებას გვახსოვს, ეს არის საქართველოს ბანკის აპარატები, შესაბამისად საქართველოს ბანკი აქედან სოლიდურ თანხას იღებს და არ გეგონოთ ცირედი იყო ეს, ასევე ის კონდუქტორები, რომლებიც დარბიან, დაწესიან და მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებენ და მე მაგალითად ბევრჯერ ყოფილა შეურაცხყოფილი მათი მხრიდან, ჯერ კოვიდის დროს და ახლა მით უმეტეს რომ არ არსებობს საქართველოში
თბილისში განსაკუთრებით მოქალაქე, რომელიც შეურაცხყოფილი არ ყოფილი იყოს აი ამ კონდუქტორებისგან. და ასევე მე, როდესაც ავდივარ ავტობუსში, ელემენტარულად ვერ დამიპატიჟებია მეგობარი და ახლობელი და აი გოგონასთვის რომ მინდოდეს დაპატიჟება, იმასაც ვერ გამახორციელებ, იმიტომ რომ მაშინ სახლამდე უნდა გავაცილო ეს ასე გამოდის და საიდან და ბიუჯეტიდან მოხდება ამის დაფინანსება. მე აღვნიშნე რომ ჩვენ მუშაობთ სახელმწიფო დივიდენდების ფონდის შექმნაზე. ეს დივიდენდების ფონდი არის სახელმწიფო ასე საწარმოების და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მიღებული მოგებიდან. აქედან მოხდება თავისთავად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამ თანხის ჩადება და მე ხაზს გავუსვავ მერწმუნდეთ 240 მილიონი კი არა. სადღაც 70 მილიონამდე დაждდება წელიწადში. ეს არის ხელფასები, ეს არის საწვავი, ეს არის განახლება ავტოპარკის. ეს ყველაფერი და ასევე ყველამ კარგად იცის ავტობუსების და მარშრუტკების მიდიან და რატომღაც ისეთ კომპანიებში ხდება მათი შეკეთება, სადაც 10 ჯერ კი არა 1000 ჯერ ძვირიждდება ეს ყველაფერი. პატარა რომ შეღებონ უზარმაზარი თანხა ჯდება და აქედან გამომდინარე ბიუჯეტიდან ისევ და ისევ ჩვენ ვზარალდებით. ამიტომ შესაძლებელი არის არა მარტო განახლება, არამედ ახალი ქსელების შექმნა. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მეტროს წრიული ანუ თბილისზე იყოს წრიული მეტროს ხაზი გაკეთებული. ამაზეც მუშაობთ, ესეც იქნება დაწყებული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკეთესად მუშაობდეს. ასევე ხაზს გავუსვავ პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თბილისის მერიაში წლები არის დევს ლარად პროექტები, რომელიც ლარად შეგიძლიათ რომ აიღოთ, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს პროექტები არავის არ განხორციელებია. ესე იგი, იმ ლარის უკან დგას უზარმაზარი წნეხი, რომელიც აიზულებს მოქალაქეებს, რომ ვიღაცა წილი უხადოს და ამ წილების გადაღწევით არ გუგებთ შესაძლოა, თქვენ წავ ვაგზლის წინ ტერიტორია, სადაც ავტობუსები დგანან, იქ მიწისქვეშა ავტოსადგომზე არის საუბარი, ლარად იძლევიან იმ ტერიტორიას და კაციშვილი არ ეკარება, რომ ის პროექტი განახორციელოს. არა და სულ სადაც 8 მილიონი ჯდება იმის გაკეთება და წელიწად ნახევარში სრულად ამოიღებ იმ თანხას და კიდე მოგებაზე წახვალ, რა ვიცი. და ამის გაკეთებაც არ სურდა. ამას ყველაფერს გააკეთებს თავად მერია და მერის ბიუჯეტიდან მოხდება და ეს თანხები დაბრუნდება ისევ მერიაში ახალი პროექტების განსახორციელებლად. აუცილებლად მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ხელშეწყობა იმისათვის, რომ საშუალო ფენა გაძლიერდეს დედაქალაქში და მთლიანად მთელ საქართველოში. იმიტომ რომ დედაქალაქი თბილისი არის საქართველოს გული და კავკასიის იმედი. ჩვენ მთელ კავკასიას უნდა დავანახოთ ჩვენი წარმატებები და უნდა მივიზიდოთ და უნდა დავიბრუნოთ ის ჩვენი ასე რომ ვთქვათ ფუნქცია კავკასიაში, კავკასიის დედაქალაქის სახელწოდებით. დღეს ჩვენ ეს ფუნქცია სამწუხაროდ დავკარგეთ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან ესე ვთქვათ გუშინაც დიდი ინტერესით გისმენდი. ბატონ ახშიჟვანიესთან გქონდათ ჩართვა. და ნუ დღეს ახლა რა თქმა უნდა ესე ჩემს გადაცემაშიც ძალიან კარგად განავრცე და გაშალე ეს თემა და როგორც ესე ვთქვათ შენი საუბრიდან გამომდინარე ვხედავთ რომ არ ყოფილა არარეალური ის რასაც საუბრობ, რაზეც საუბრობ და ყველაფერი შესაძლებელია. თავარია მონდომება და სული. თავარია მონდომება და შესაძლებელია რომ გაკეთდეს ის რაც დაუშვათ დაპირდით ჩვენს მოსახლეობას. მე წარმატებები მინდა გისურვო. და მინდა რომ ნამდვილად ის რაც გააჟღერე შენი მერობის შემთხვევაში ნამდვილად რა თქმა უნდა დაიცვა მე მთავარს ვიტყვი ქალაქს არ ჭირდება მერი ქალაქს ჭირდება თავი და ადრე იყო ქალაქის თავები და მე მოვდივარ როგორც ქალაქის თავი და არა მერები გვყავს აგეთ და იყო კი ბატონო მოკლედ
ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის ჩვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ მოხვედი გადაცემაში და ესეთი კარგი ინფორმაცია, ესე ვთქვათ, პროგრამა, რომელიც გაქვს გააცანი ჩვენს მაყურებელს და მე წარმატებები მინდა გისურვო და გამძლეობა და შეძლება ამ ყველაფრის რომ დიდი მადლობა რომ მომეცით ამის საზოგადოებისთვის მიწოდება. დიდი მადლობა თქვენ და მე ვიტყოდი რომ სამწუხაროდ დრო ძალიან მცირე არის, უზარმაზარი პროექტები არის განსახორციელებელი, გვაქვს კიდე დეტალურად ჩაშლილი პროექტები, რომელიც დედაქალაქს და საქართველოს ეკონომიკასა და საერთოდ მსოფლიოში მოწინავეს სახელმწიფოდ წარმოაჩენს თავისი განვითარებით. რაჯობია, ნამდვილად ძალიან კარგია. ხმამიეცით საქართველოს, გააფერადეთ ნომერი 11. ხარი დაგვიჭირეთ უკეთესი მომავლისათვის. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისათვის, ჩემო ძვირფასებო და მადლობა ისევ და ისევ შენ გიორგი, ესეთი კარგი ინფორმაციისათვის, ნამდვილად კარგი პროგრამაა და შესაძლებელია ყველაფრის განხორციელება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. დროებით, კარგად წამოვიდეთ.